მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. გაინტერესებთ? რა მდგომარეობა გაქვთ? როგორ სიტუაციაში ხართ და მომავალში რა გელოდებათ? მაშინ მოთავსდით ლამაზად. თქვით თქვენი სახელი, დაბადების წელი და ნახოთ ამჟამად რა მდგომარეობით მოხვედით. ნახოთ რა მდგომარეობით მოხვედი. ჩემო კარგო, ამჟამად რა მდგომარეობაში ხარ იცი? თითქოს წინ მიდიხარ, მაგრამ ძალიან ჩქარა ტორმოზდები. მალ-მალე რაღაცა სიტუაცია, საქმეები გიჩერდება. რა პრობლემაა გაქვს, ნახოთ. ჩემო კარგო, ყოველთვის რო უნდა გქონდეს მხიარულობა, გართობა, აღნიშვნები, ამჟამად რაღაცა ორწყალშუად გეხარ. თითქოს შენი საქმეები იწელება და იწელება. ეს მდგომარეობა გაქვს. მაშინ რა გელოდება? რა გელოდება ჩემო კარგო, იცი მომავალში? გელოდება სიმრავლე ოჯახში, ბედნიერება და რაღაცა გზა. უბრალოდ რა არის იცი? ცოტა შენ თვითონ გაიხსენი, გაახილე თვალები, აიხსენი ეს ბორკილები, იმიტომ რომ ძალიან შებორჭილი ხარ ყველანაირად. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა რა გიშლის ხელს. რატო ხარ ასე? თქვი ისევ შენი სახელი, დაბადების წელიც და ვნახოთ რა გიშლის ხელს. წარსულში ჩემო კარგო, ძალიან ბევრი უსიამოვნო ლაპარაკები გქონია, თითქოს შენი ბეჭედი ამობრუნებულა. ძალიან ბევრი ენა ყოფილა, რომელიც ბევრი საქმე გაუფუჭებია. ყოველთვის გიფიქრია, რომ ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი უსიამოვნო ლაპარაკები შეგხვედრია, ჩხუბი ქონია. ჩემო კარგო, ძალიან ბევრჯერ გზა მოგირჩევია, რომელიც ეს გზა შენთვის წარმატება უნდა მოეტანა, მაგრამ რა არის იცი? შეცხოვრებაში არის მტერი. მტერი გყავს და ეს ძალიან კარგად იცი შენ თვითონაც. კიდე რა გაქვს? ძალიან ბევრი შანსები წყალში ჩაყარია, ჩემო კარგო. ბევრი შანსები, აი ძალიან ბევრი კარგი ცხოვრება უნდა გქონოდა, ძალიან ბევრი შანსები მოვარდნილა შენ ცხოვრებაში, მაგრამ უყურე ვარსკვლავი უკუღმა ამობრუნებულა. კიდე რა გიშლის ხელს? ჩემო კარგო, რა იცი? ერთი და იგივე ადგილას მერყეობ, გაქვს ძალიან დიდი უშანსობა. წამოსულა შენ ცხოვრებაში უშანსობა, წამოსულა ნერვოზი და აქ სხვათა შორის იცი რა არის? მამაკაცის მხრიდან არის ეს ყველაფერი პრობლემა. მაშინ რა გელოდება? ნახოთ რა გელოდება კიდე. უნდა მოუფრთხილდე შენს ჯანმრთელობას, ამას გაფრთხილებს კარტი. ამჟამად მელაკუტა ხალხი ყავს. ძალიან შეიძლება რაღაცა მოტყუებული დარჩენილ ხარ, შეიძლება კროქში შენ ვიზეც ფიქრობ და რასაც ფიქრობ, მელი ამოგივიდა, ფრთხილად უნდა იყო. ვინმე რამე არ მოგატყუოს, ვინმე რამე არ წაგართვას. თორე მერე იქნება რაღაცა ურთიერთობა ცუდად დამთავრება, გელოდება. რას გაფრთხილებს კარტი? ჩემო კარგო, შენი პრობლემები, შენი უსიამოვნებები, თუ რამე ხელვები გაქვს, ყველაფერი მიდის.
იწმინდება შენი ღრუბლები და ამოგივიდა სახლი. ხედავ, სახლი ძალიან სწორედ დაგეცა. შენ სახლიც გიჩანს, ოჯახი გიჩანს, ბედნიერება გიჩანს, ძალიან დიდი დამშვიდება გელოდება მომავალში. ახლა ვნახოთ 36 კარტში რა გელოდება. ხედავ, კარტი რა გვიან ამოდის. იმიტომ რომ ცოტა არ იყოს შენი სურვილები შორს არის. ამჟამად გიყურებ და ძალიან დიდ ნერვიულობაში ამოდიხარ. ესე იგი, ნერვიულობა თავს არ განებებს. ამ წუთში ხო უყურებ შენ ამ ვიდეოს, ახლაც კი ნერვიულობაში ხარ. კარგი. ახლა უყურე ამ კარტს, ჩემო კარგო. თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და კითხე კარტს. რა გელოდება? რა მელოდება თქო შეეკითხე. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, აქ ამოგივიდა ვიღაცა მამაკაცი. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს ან ბედგამონაცვალი, ან შაუგრემანი პიროვნება, ან შეიძლება იყოს ფორმიანი მამაკაცი. ამოგივიდა გულში, მაგრამ ამოგდის ძალიან დიდი განცდები, დარდი. ნახოთ რა ხდება კიდე. აქ ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ამოგივიდა. სხვათა შორის ამ ახალგაზრდებს დიდი წარმატება ელოდება, რაღაცა ბედნიერების კარტი ამოუვიდათ. შენ, ჩემო კარგო, ფული კი ამოგდის, მაგრამ როგორი თანხა ამოგდის, იცი, თითქოს შენ საქმეს ვერ წყვეტავ, ისეთი თანხა ამოდის. სულ ყოველთვის შეფერხება ამოგივიდა ამ თანხაზე, მაგრამ ნუ გეშინია თანხა მოდის და მოდის, რაღაცა თანხები კიდე გელოდება. ხანში შესული მამაკაცი, ვიღაცა ქურივი ქალი დაუდგება გვერდზე და რაღაცა ამ ორივე ადამიანს დიდი სიხარული უჩამთ. ამოგივიდა სახლის ჭერი მომავალში, ჩემო კარგო, დიდი სიხარული გექნება. მაგრამ რა? ბოლოს უნდა იყო ისევ ფრთხილად. იყავი ფრთხილად. რატო იცი? შენი სურვილები. თითქოს ყველაფერი წარმატება რო გქონდეს, ბოლოს ისევ თვალცრებლიანს გიყურებ. ამას მიაქციე ყურადღება, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ნერვიულობა ისევ ბოლოს გელოდება, აი რა სურვილებიც აქვს შენ და რაც გინდა, ამაზე გელოდება ნერვიულობა ბოლოს. მომავალში ისევ თვალცრებლიანს გიყურებ. კარგი. აი, შენ სურვილებს, ხედავ, კარტი რას გაფრთხილებს, უნდა იყო ფრთხილად. იმიტომ რომ მე ბოლო მაინც არ მომეწონა ამ შენ სურვილებში, იმიტომ რომ ნერვიულობით გიყურებ ისევ. ნაბიჯს რამდენს გადადგავ, იმდენი ფრთხილად უნდა იყო, იფიქრე მომავლისთვის, იმიტომ რომ თვალცრემლიას გხედავ. ძალიან დიდი უშანსობა გაქვს, იცი? უშანსობა გაქვს, რაც გინდა წინ იარო, ყოველთვის რაღაცა შეფერხება და ნერვიულობა ამოგდის. მოულოდნელად ამ პერიოდში, ახლო მომავალში, ჯერჯერობით სიხარულები გიჩანს, პატარა სიხარულები გიჩანს. როგორც გითხარი, კი ჯავრობ, მაგრამ ეს მოკლე ხანებში თუ რამეს ელოდები, თუ რამე გინდა, სიხარულები კი გაქვს. ერთი ეგ არის, რომ მომავალში უნდა იყო ფრთხილად. აქ ამოგდის ხანში შესული მამაკაცი, ჩემო კარგო. ვინც გვერდზე გიდგება,
რაღაცა მხარში ამოგიდგება, რაღაცა თანხა გელოდება ამ მამაკაციდან იცოდე. ბედგამონაცვალი მამაკაცი, ან ფორმიანია, ან შავგვრემანი ტიპი, რაღაცა ხლაფორთებშია, მაგრამ გამოვა პრობლემებიდან, შეფერხებები ამოსდის. მოულოდნელი საქმის გაკეთება კი გელოდება, მაგრამ რა? აქ ჩანს ვიღაცა ცოლიანი ტიპი. უფრო წლოვანებით შეიძლება უფრო პატარა იყოს. სხვათა შორის ამ ტიპს რაღაცა უპუსტავდება, ან შეიძლება რაღაცა არ გამოუვიდეს, შეიძლება რაც გინდოდეს არ გაგიკეთოს, რაღაცა ცოტა პუსტაობა ამოსდის, გაპუსტავებული გიდგას. დავაგრძელოთ იქამდე ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. როგორც გითხარი, ჩემო კარგო, ეს ერთი თვის განმავლობაში, ერთი თვის მერე, ეს მოკლე პერიოდებში კი ძალიან ბევრი სიხარულები გიჩანს. საქმეებსაც აგვარებ, მაგრამ ეგ არის, რომ შენ სურვილები ბოლოა ცრემლიანი. ამჟამადაც განცდები გაქვს, რაღაცას დარდობ, ცოტა გულგატეხილი ხარ, მაგრამ მოგეშინია, ყველაფერს გამოასწორებ ამ პერიოდებში. სხვათა შორის აქ რა მოგივიდა, იცი, რაღაცა ცვლილება, ან რაღაცა ნივთი გზიდან გელოდება. ან რაღაცა ცვლილება აუცილებლად იქნება. აქ ამოგდის ახალგაზრდა ბიჭი. სურვილის შესრულებით ამოდის ეს პიროვნებაც. და როგორც გითხარი, ამ მოკლე პერიოდში სიხარულები ისევ და ისევ გიჩანს. გეშინია, ეს პერიოდი გაქაჩავ. კარგად იქნები, მაგრამ თხილად მომავლისთვის. გული როგორი ამხრეული გაქვს. სუსაეჭოთ დგეხარ, შეფერხებული დგეხარ ეს პერიოდი. აქ მამაკაც ვხედავ, ხან შესულს გზა და ფული ელოდება ჩემო კარგო ამ მამაკაც. ახაც რაღაცა სურვილები თითქოს გინდა რომ შეგისროლდეს, მაგრამ ჯერჯერობით პოსტაში დგეხარ. ამოგივიდა ნერვიულობა. ნერვიულობა ამოგდის, გვერდზე ვიღაცა ქვრივი ქალი გიდგება, ან ვიღაცა ქვრივ ქალზე შეიძლება რაღაცა სანერვიულო შეგხვდეს. ქვრივ ქალს ხედავ, ან შავგვრემანი ქალბატონია. ნერვიულობით ამოგდის, ან ამ ქალბატონმა არ გაგანერვიულოს, ან შეიძლება ამ ქალბატონზე რაღაცა ნერვიულობა შეგხვდეს. ახლა დროებით გემშვიდობებით. თუ პირადი კონსულტაცია აქვს, შეგიძლია დამიკავშირდეთ 557 64 38 91. WhatsApp-ში ან Viber-ში შეგიძლიათ მომმართოთ. ნახვამდის.